მისი საყურე ფრანგულმა ვოგმა must-have აქსესუარების სიაში შეიყვანა Harper's Bazaar-მა კი იმ დიზაინერებს შორის დაასახელა, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ. Კიდევ უფრო კარგად დავიმახსოვრებთ და აღფრთოვანდებით თუ ნარატივშიც გავერთიანებდებით, ერთად ცხადია, ხო და ნინო სეფოს დამფუძნებელი დიზაინერი ნინო სეფიაშვილი ნარატივში ერთიანდება სწორედ. ნინო, უღმესი მადლობა ნარატივში გაერთიანებისთვის, პირველ რიგში იმ წარმატებისთვის, რომელიც საერთაშორისოს გულისხმობს და რომელიც ნამდვილად საამაყოა და ძალიან საინტერესოა პირველი ნაბიჯები ამ საამაყო პროფესიაში. რატომ გახდა არჩევანი სწორედ ასეთი მნიშვნელოვანად სწორი და ამათ შეიძლება ითქვას, სად გათვალეთ, რომ იყო სწორი პროფესიული არჩევანი და გეგმავდით თუ არა საერთაშორისო წარმატება საწყისშივე? დიდი მადლობა პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის თან სესია მონოადა სადაც ხერხებოა თქვენ დაწყობნა. იცით რა არის, რაც შეეხება კარიერის დასაწყის მართალი გითხრათ, თავიდან არ მიფიქრია ეს მასშტაბურ პროექტზე და ანუ ესეთი მასშტაბის მიცემაზე ჩემი სამკავლისთვის, რახან მე მაინც განსაცვლიდან წავედი, როგორც ამბობენ, რაღაცა თავიდან მოვიაზრებდი თითქოს დამატებად ჩემი სამოსისთვის ამ აქსესუარს, რაღაც აქსესუარი მინდოდა შემემატკინა თითქოს. მე იმდენად გამიტაცა უკვე ამაზე მუშაობა, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა და იმდენად მოცულობითი აღმოჩნდა, რომ აი განსაცვლიდან უკვე მთლიანად გადმოვერხე აქსესუარზე და აქედან გამომდინარე, აი მე უკვე თავისთავად ძალიან ბუნებრივად დავიდა პროცესები და რაღაცნაირად მგონია, რომ იღბლიანი ბრენდიც არის ერთგვარად, რომ რაღაცნაირად გამიმართლა რომ აი რამდენიმე ცნობილი გამოცემის ყურადღებით ცენტრში მოვხდი, მოდის კვირაოლებს ვესწრებით და ნუ რაღაცნაირად აი ესე ვითარდება ჩვენი ბრენდი ნელ-ნელა. ნამდვილად იღბალსაც აქვს ცხადია მნიშვნელობა, თუმცა შეუძლებელია არ შენიშნო ის დახვეწილი დიზაინი, ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომელსაც აერთიანებს ნინო სეფო, თუმცა ნამდვილად იღბალიც საჭიროა ნებისმიერ ეტაპზე და გამართლებასთან სწორი მიახლოება ცხადია, შემდეგ უკვე სწორი კონტაქტის და კომუნიკაციის გაგრძელება და გამრავალფეროვნება და არ დანებება, რაც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე წარმატების მიღწევის შემდეგ უკვე გაპასიურება, ამ შემთხვევაში პირიქით მოხდა ახალი ინსპირაცია დაიბადა, ამ ახალმა ინსპირაციამ სრულიად მსოფლიო მოიცვა ყურადღების ეპიცენტრში საამაყოდ საქართველოს დავდექით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება და ბრენდი კვლავ განვითარების გზას ადგას. დღეს რა არის ნინო, სწორედ ის მთავარი ეგიდი, რის გარშემოც ბრენდი ერთიანდება. მთავარი სათქმელი ბრენდის, აი თავად დამფუძნებელი დიზაინერისგან ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის ვიცოდეთ რა ხასიათის მატარებელია ქმნილება, რომელიც აღაფრთოვანებს მსოფლიოს. თავმაც შეიძლება ითქვას სწორედ ამ კონტექსტში. თქვენთვის რა არის ის მთავარი აღმაფრთოვანებელი ხაზი, მთავარი ეგიდი ხასიათი სათქმელი თქვენი საქმის? დიდი მადლობა ესეთი შეფასებისთვის. მთავარი სათქმელი ალბათ მე უფრო რაღაცა შიგნიდან გამოვდივარ, ანუ შიდა პროცესიდან და ნაკლებად აი ძალიან სასიამოვნოა ის, რომ თვითონ აი ამ მუშაობის პროცესი, კონცეფციის ჩამოყალიბება უკვე შემდეგ პოვებს თავის გზას თვითონ და ვთქვათ არ ვარ ტრენდებზე, ტენდენციებზე ორიენტირებული, რომ შემდეგ აქედან მოვიზიდო ყურადღება და ძალიან სიამოვნებს, რომ რაღაცა ჩემი კვლევის საგანი და ამ ბრენდის კვლევის საგანი მაინც ადამიანია, ვაკეთებ ადამიანებისთვის და ვაკეთებ ადამიანებზე, ამიტომ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ აი ეს ჩემი კვლევის საგანი ხანდახან ემთხვევა იმ გამოძახილს, რომელსაც ვთქვათ რაღაცნაირად ეძებენ ეს საერთაშორისო ვთქვათ სკალპები თუ ამ სფეროს წარმომადგენლები და ხანდახან დროში თანხვედრაშია და ის ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ აი მე უფრო გამოვდივარ როგორ განვავითარო თვითონ ეს შემოქმედებითი ხაზი, როგორ პოვო უფრო მეტი ასახვა როგორ მოხდეს და აი როგორ თითქოს როგორ მივიტანო ბოლომდე ის სათქმელი, რაც მინდა, რომ გაიგოს ჩემმა მომხმარებელმა. და სათქმელი ხშირ შემთხვევაში მრავალფეროვანია, სიტუაციური, ძალიან საინტერესოა, როდის იბადება
ინსპირაცია თავად ხელოვანისთვის. აი ძალიან მნიშვნელოვანია სად იბადება ნინოს ეპოსთვის თავარი ის სათქმელი, რომელიც გინდათ რომ მომხმარებლამდე მიიტანოთ და ნამდვილად გასაგებ ენაზე ესაუბრებით მომხმარებელს და არა მხოლოდ შეჩვეულ საზოგადოებას, რომელიც გულისხმობს საქართველოს, არამედ აბსოლუტურად განსხვავებული კულტურის მატარებელ ქვეყნებს, ადამიანებს და ყველა ერთ ენაზე საუბრობს, როცა ნინოს ეპოს მოირგებს. ინსპირაცია სად იბადება? ასეთი გლობალური თამამად შეიძლება ითქვას? ანუ მე მგონი, რომ ყოველთვის ყველა დრო ის რაღაცა ხერხთან თამამად შეიძლება, მაგრამ ყველა დროის და ყველა ეპოქის საკვლევი თემა მაინც არის ადამიანები და ადამიანებთან ახლოს ის გრძნობები, რომელიც ყველა ეპოქაში და რაღაცა ყველა დროში შეიძლება რა თქმა უნდა სახეცვლილებას განიცდის, მაგრამ ადამიანისგან მომდინარეობს და ადამიანზეა და აქედან გამომდინარე, აი სწორედ ვცდილობ, რომ აი რაღაცნაირად ჩემი სათქმელი საკვლევი თემა და ინსპირაციაც აი ყოველთვის არის ადამიანების შესახებ, აი რაღაცა ბოლო კოლექციის თემა იყო უცხოები და აი ძალიან საინტერესო იყო რაღაც ლიტერატურაში ცხოვრობდი უკვე ამ პარალელებს, რახან უკვე ამ ხრივ განვავითარე ეს კონცეფცია და ინსპირაცია რახან ეს იყო ადამიანების მონათხრობში, ანუ ძალიან მარტივ შეიძლება ამბებში რომ აი მაინც ეს რაღაცა ამბები ადამიანებზე მაინც ყოველთვის ინსპირაცია და ყოველთვის ახლოს დგას მათთან, იმიტომ რომ ეს მათზეა და მათგან არის. ხშირ შემთხვევაში ნინო ხელოვანებს უჭირთ საკუთარი ქმნილების ბიზნესად ქცევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე ხშირად ვამახვილებ ყურადღებას. რატომ უნდა იყოს შერწყმული სტანდარტულად, კარგად, ლამაზად, რა თქმა უნდა, ბიზნესი და ხელოვნება, რატომ უნდა გახდეს მომგებიანი და რა მიმართულებით უნდა გავხადოთ მომგებიანი. ხშირად ხელოვანს უჭირს ბიზნესად აღქმა თავისი შემოქმედების. აი ამ ხაზის გადასალახავად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვისაუბროთ, ცხადია ამ თემაზე, რატომ არის ბრენდი ნინოს ეპო მომგებიანი ფინანსურადაც და რა სამომავლო გეგმებს სწორედ ბიზნესის განვითარების კუთხით აყალიბებს თავად ნინო სეფიაშვილი. მინდა რომ მომგებიანობას გაუსვათ ხაზი, გარდა იმისა, რომ ეს ტკბობა, ხელოვნების ტკბობა, რასაც რა თქმა უნდა შედეგი მოგვიტანს აუცილებლად, როდესაც ვართ ასე კონცენტრირებულები, როდესაც ინსპირაცია მრავალფეროვანია, როდესაც ადამიანების ხასიათზე ვსაუბრობთ სხვადასხვა კონტენტში და ნინოს ეპოს ერთ-ერთი მთავარი ეგიდი, როგორც თავად აღნიშნეთ, ცხადი არის ადამიანებთან კონტაქტი, კომუნიკაცია, მრავალფეროვნება ადამიანების ხასიათის და ამის გამოხატვა, უკვე ქმნილებაში, შემოქმედებაში გამოხატვა და კიდევ ერთი, რა თქმა უნდა, ის ფიდბექი, რომელიც გულისხმობს აღფრთოვანებას სრულიად მსოფლიო მოსახლეობის და უკვე ისეთი გამოცემების, მსოფლიო გამოცემების, რომლის აღიარებაც ნამდვილად ბევრს ნიშნავს და საამაყოა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სასიამოვნოა ხელოვანისთვისაც. ძალიან მნიშვნელოვანია გავამახვილოთ ყურადღება ბრენდის მომგებიანობაზე. ნინო, რატომ უნდა გავაერთიანოთ ხელოვნება და ბიზნესი? ნუ ან ბიზნესის გარეშე ძალიან ძნელია ხელოვნებამ იარსებოს, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მონეტიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს შენი შემოქმედების, შენი ხელოვნების და ეს ამ დროში უკვე ხელოვნებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან განსხვავებულ და სწრაფად და განვითარებად ეპოქაში ვცხოვრობ და უკვე ანუ ამ ეპოქაში თითქმის შეუძლებელია რომ შენი საქმე და ხელოვნება როცა არის შენი საქმე, ანუ შენ საქმეს არ მოქონდეს შემოსავალი. ნუ ანუ ძალიან ძნელია უბრალოდ თვითონ გადარჩენაზე არის აქ ხოლმე. და შეიძლება ინსპირაცია ჩაქვეს შემდეგ. ცხადია. ანუ ეს განგრძობითი ხასიათის თქვათ ანუ ძალიან ძნელია რომ იყოს, თუმცა რაღაცა განმოპირობებიდან გათვალისწინებით საქართველოში მაინც ჯერჯერობით ეს პრობლემა დგას. აქ მეორე ფაქტორია მნიშვნელოვანი ჩემ შემთხვევაში, როცა ამის მონეტიზაცია უფრო და ბიზნესად ქცევა უფრო მარტივად მოხდა, იქიდან გამომდინარე, რომ
ეს არის ხელოვნების თქვა ხელოვნების ნაწილი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ნუ ეს არის რაღაც ვერ ვიტყოდი რომ ხმამაღალი ნათქვამია შედეგიდან გამომდინარე და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე რომელსაც ადამიანი ირგებს და ამ ხასიათს ატარებს შემდეგ ნინო თამამად უნდა ვისაუბროთ ჩვენ ნარატივში ვართ ეს мотиваცია რა თქმა უნდა ვრცელდება პირველი კოლექცია იტალიურ ვოგში მოხდა როგორც წლის წარმატებული პროექტი აღნიშნეთ ეს რას მოყვა ეს თანამშრომლობა საინტერესოა და როგორ განვითარდა შემდეგ კიდევ დანარჩენი წამყვანი ორგანიზაციების ყურადღების და აღიარების მიმართულებების შეთავსება და სწორედ შემდეგ სამეგობრო არეალში გადასვლა და თანამშრომლობის გაგრძელებაც ცხადია. ანუ მე პირველი ჩემი კოლექცია სადიპლომო რომელიც 60 იყო და რაღაც კონცეპტუალური კოლექცია იყო კავკასიელ ქალებზე კავკასიური ჩარჩო ესე ერქვა ეს კოლექცია მაშინ ბობის ტალანტების კონკურსი იყო და რაღაცა მე ანუ რაღაცა ენთუზიაზმით ვიყავი ახალი დამთავრებული მქონდა და რაღაცა დიდ მასშტაბებზე მოცდებოდი და გათვლები დიდ მასშტაბებზე მქონდა და რაღაც ალბათ ეხლა ამას არ ვიზამდი მაგრამ მაშინ რაღაცა ძალიან ისეთ ანუ ძალიან ენთუზიაზმით პირდაპირ იტალიურ ვოგში გავაგზავნე ჩემი კოლექციის ფოტოები და რაღაცა და იქიდან პასუხი რა ვიღე რომ ძალიან მოგვეწონაო და ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს რაღაცა მხოლოდ მასალებს კვლევით მე და ნუ ძალიან ჩავერთ ესე ვთქვა და სულ რაღაც კვლევას გუგზავნიდი ფოტოებს გუგზავნიდი დამატებითი ფოტოსესია გავაკეთეთ და მოხდა ზუსტად 2012-ში იტალიური ვოგის ტალანტების ანუ საუკეთესო პროექტები რაღაცა ესე ვთქვა ზუსტად აღარ მახსოვს სათაური მქონდა ანუ გამოქვეყნდა იტალიური ვოგის პლატფორმაზე და ნუ ეს რა თქმა უნდა ეხლა ძალიან დიდი დაინტერესებაც მოყვა უცებ რაღაცნაირად გაჩნდა უამრავი კონტაქტი მოვიდა აქედან გამომდინარე და უცებ რაღაცნაირად სხვა სამყაროში აღმოვჩდი რომელიც ძალიან გვეამაყება ჩვენ და ეს სამყარო კიდევ უფრო ვითარდება და მრავალფეროვნება მე არ შემილია ხაზი არ გაუსვა Mercedes ზუსტად აი ამ წლების შემდეგ მე მომიწრო Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის დასაწყისმა როცა აი ის სტუმრები და ის კონტაქტები პირადად გავიცანი თბილისში აი როცა ზოფეჭყონიას ჩამოყავდა ისეთ და დღემდე გრძელდება და ძალიან გაგვიმართლა ქართულ დიზაინერებს ესე მგონია ის ბაიერები და ის ანუ მოდის ჟურნალისტები რომლებიც პარიზის და ლონდონის მოდის კვირაულებსაც სასურველი სტუმრები არიან და როცა შესაძლებლობა გეძლევა და ნუ ესეც საჩუქარს გიკეთებენ ესე ვთქვათ შენთან ახლოში ანუ ნახო ეს ადამიანები და მე უკვე რაღაცნაირად აი ისე აეწყო რომ უკვე მე ჩვენც ჩავდიოდით პარიზის მოდის კვირაულებსა და ეს თითქმის ნუ რაღაცნაირად ეხა ვიწრო წრეში ვერ ვიტყვი მაგრამ ნუ ერთი ხალხი მინდა დადის სხვადასხვა მოდის კვირაულებსა და შემდეგ უკვე რაღაცნაირად გიყალიბდება კონტაქტიც და უკვე მაი ძალიან საამაყო იყო რომ რაღაცა მე თბილისი Mercedes-Benz-იც იმ სტუმრებს ხვდებოდი რომელსაც პარიზის ნამდვილად ეს შესაძლებლობები ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც გვერდში გიდგა საყრდენი ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ როდესაც ამართლებ ამ იმედებს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და როდესაც ვითარდება ბრენდი და არჩერდება მიღწეულზე ჩვენთვის ნამდვილად საამაყო ნინო უღრმესი მადლობა ამ სიამაყისთვის ამ არაჩვეულებრივი ქმნილებებისთვის სამომავლო გეგმები აუცილებლად უნდა დაგვიტოვო და დაგემშვიდობებით დროებით იმიტომ რომ ხშირად გავერთიანდებით ნარატივში მე ამ იმედს დავიტოვებ პირიქით ძალიან დიდი მადლობა სამომავლო გეგმები ალბათ მაინც არის დაკავშირებული ახალ კოლექციასთან ანუ თვითონ მაინტერესებს უკვე შედეგი და პროდუქტი და შემდეგ ამის მიხედვით რა თქმა უნდა მაგრამ სამომავლო გეგმები მაინც მთლიანად ახალ კოლექციაზე ვართ ახლა გადართულები ნიუ-იორკის სამკაულის კვირეულზე ონლაინ პლატფორმაზე იღებს თქვენი ბრენდი მონაწილეობას 13 ბრენდი შეარჩიეს რომელიც ადგენილი იქნება ახალგაზრდობები ონლაინ პლატფორმაზე და ველოდებით რა თქმა უნდა ამ ღონისძიებებიდანაც ფიდბექს და აი გვინდა რომ მაქსიმალურად ბევრი ბაზარი მოიცვას ჩვენმა ნაწარმოებმა და დაწუნებული ვარ ასეც იქნება ნოსეფო ფილისიდან წარმოდგენილი
ნინო სეფო თბილისიდან წარმოდგენილი მსოფლიოს ემაყება ძალიან მნიშვნელოვანია რომ მას ესწრაფად გავრცელდა სახელი ეს მისი ხარისხის მრავალფეროვნების ხასიათის და არაჩვეულებრივი სხვადასხვა ემოციის გაერთიანების მე ვიტყოდი ასე დამსახურებაა ანუ ნინო სეფიაშვილის ხედვის და დიდი მადლობა ამ პროფესიული არჩევანისთვის და ამდენი წარმატებისთვის რომელიც ნამდვილად საამაყო და გელოდებით კვლავ ქალების ნარატივში უკვე სტუდიაში აუცილებლად ახალი მიღწევებით და გამარჯვებებით ცხადია რომლითაც ნამდვილად გვანებივრებ. მადლობა ნინო. ნინო სეფიაშვილი, ნინო სეფოს დამფუძნებელი დიზაინერი სტუმრობდა გადაცემას ქალების ნარატივი იმ მნიშვნელოვანი სამოტივაციო ხაზით, რომელიც ნამდვილად გავყვება დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ორშაბათს გვჭირდება ასეთი მხარდაჭერაც ხადია.